ქვეყნის ათასობით მოსწავლე მეტი ცოდნისა და განვითარებისთვის დღეს კვლავ გადაკვეთა სკოლის ღრუბლი. ახალი სასწავლო წელი დაიწყო ზესტაფონის საჯარო და კერძო სკოლებშიც. Ვილოცავ ყველას, მასწავლებლებს და ბავშვებს უსურვებ წარმატებას. წელს ვარ აბიტურიენტი და მინდა ყველა აბიტურიენტს უსურვო წარმატებები და ეროვნული განმოცდების წარმატებით ჩაბარება. ასევე მინდა წარმატებები უსურვო პირველკლასელებს, რომლებიც წელს შედიან სკოლაში და იწყებენ სწავლა-განათლების ახალ საფეხურს. და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი დღეა ჩვენი ქალაქისთვის და მინდა რომ წარმატებული იყოს და ევრი ასეთი დღეები გქონდეს. სასწავლო პროცესში ჩართული მხარეები, მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ამბობენ, რომ ამ დღეს დიდი პასუხისმგებლობითა და მოლოდინით შეხვდნენ. ისინი მეორე საჯარო სკოლაში, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებს მეტი შესაძლებლობა მიეცათ მიიღონ ხარისხიანი განათლება და საკუთარი პოტენციალის ზრდასა და გამოვლენაზე იფიქრონ, სასწავლო წლის პირველი დღე, ისევე როგორც ყველგან საზეიმოდ დაიწყო. საქართველოს მოსწავლეებს 2025 სასწავლო წლის დაწყებას განსაკუთრებით მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ყველა დაინტერესებულებს განსაკუთრებით მინდა გამოვიდო ასეთი მიმოხილვას ეს პირადად შემოაჩერეთ მეორე საჯარო სკოლის შენობაში წარმატება უსურვებთ და მინდა მათთან ერთად ის დაგეგმილი კომისიები, დაგეგმილი მისნები განხორციელდეს და ამისათვის სკოლას ახარის იცით რომ რეაბილიტაცია ჩატარდა ყველა პროგრამას მოსწავლეებში. ამისათვის მეახსოვს სასწავლო ბედნიერად გასაკუთრებით. ეს მეტად ემოციურია, რადგან ამ დღეს ველოდები ძალიან დიდი ხარ. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მხარია მეგობრებთან შეხვედრა და ეს ურთიერთობა რომელიც სკოლა მოვიდა. მე გადავედი მე-9 კლასში და ეს 9 წელი რომელიც ამ სკოლაში გავიდა არის ძალიან ლამაზი და ფერადი. და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩვენ ახალი მოსახლეობა და ძალიან დამუშავებაში გადავიდა. უბრალოდ ჩვენ ძველი ემოციებს ვერ გავავალ, მაგრამ ძალიან აღფრთოვანებული ვარ. ყველანაირი პირობები რომ ვისწავლოთ ძალიან კარგად, ვასახელოთ მეორე საჯარო სკოლა და მინდა რომ წარმატება უსულო ამ სკოლას და კიდევ უფრო მეტი წელს. მასწავლებლები მზად არიან პროფესიული უნარებითა და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ხელი შეუწყონ მოსწავლეთა სრულფასოვან განვითარებას. უკვე რამდენიმე წელია ჩემთვის 15 სექტემბერი განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული და დღეს კიდევ ეს განსაკუთრებული გახადა ჩვენმა ახალმა გარემომ. ყველა პატარას, ყველა მოსწავლეს ვილოცავ ახალ სასწავლო წელს ბედნიერ, წარმატებულ და მშვიდობიან გარემოში ესწავლოთ. განსაკუთრებულია ჩვენთვის ეს წელი კიდევ ჩვენი ულამაზესი სკოლის გახსნა არის და ჩვენს მოსწავლეებს კიდევ განსაკუთრებულად ვილოცავ ამ დღეს. ასეთი განწყობით ყოფილიყვნენ ყოველ სასწავლო დღეს. დღევანდელი დღე ჩვენთვის არის განსაკუთრებული ამ ლამაზ შენობაში. აი ასაოცარი ემოციებით მოვდივართ. ახალი ენერგიით, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი ყველაფერი ხდება და ეს გამორჩეული ლამაზი ბავშვები ველოდებით ძალიან დიდ წარმატებებს. ყველას უსურვებთ წარმატებების სასწავლო წელი ქონდეს. განსაკუთრებული დღე იყო პირველკლასელებისთვის. მათი რიცხვი, ვინც სასკოლო ცხოვრება ახლა დაიწყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 700 აღწევს. წელს პირველად შეღეს სკოლის კარები მელიტონ და მარიტა მაცაბერიძეებმა. ტყუპების დედა თავის ემოციებს გვიზიარებს. ძალიან ამაღელვებელი იყო ჩვენი ოჯახისთვის, ჩემთვის, პირადად ჩემი მეგობრის ბავშვებისთვისაც რა თქმა უნდა. წელს მოვედით სკოლაში 5 წლის ასაკში. დაგვთესნება და რა ვიცი, ძალიან ვღელავდით, ნამდვილად ვღელავდით ძალიან და ძალიან გვიხარია. ყველა ბავშვს ულოცავთ, ყველა მთელ საქართველოში, სრულიად საქართველოს, ყველა მოსწავლეს ულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, უსურვებ ძალიან ბევრ წარმატებას, კარგ ქართველებად გაზრდილიყვნენ, ბედნიერები ყოფილიყვნენ, ძალიან ჭკვიანები ყოფილიყვნენ და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოეყენებინოთ.
თავისი ქვეყნისთვის, თავიანთი თავისთვის და რა ვიცი, სოფლიოსთვისაც ასე ვფიქრობ. მეორე საჯარო სკოლიდან მიულოცეს სისტემაში ჩართულ მხარეებს ქვეყნის პარლამენტის წევრმა ზვიად ჩალამბერიძემ და ზესტაფონის მერმა და მათ საინტერესო ნაყოფიერი და წარმატებებით სავსე სასწავლო წელი უსურვეს. სტუმრებმა დაათვალიერეს განახლებული სკოლა, სადაც რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობდა. Ვულოცავ არა მარტო ზესტაფონელ ახალგაზრდობას, თელ საქართველოს მიულოცავ სწავლის დაწყებას ახალი რეაბილიტირებული მეორე საჯარო სკოლიდან, რომელიც ყოველთვის იყო ზესტაფონში უმნიშვნელოვანესი სკოლა და რა თქმა უნდა ჩვენი ვალი იყო რომ მისთვის ეს იდეა და დაგვებრუნებია რაც ჰქონდა მას და ძალიან სასიხარულოა ის რომ დღევანდელ დღეს რეკორდული მაჩვენებელია პირველ კლასელების მეორე სკოლაში და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ წარმატებულ ახალგაზრდას აჩუქებს ჩვენს ქალაქს მეორე საჯარო სკოლა. შეძლებს დაგვარად როგორც შევძელი რამოდენიმე სკოლა ლოკაცია მოვიარე. ეხლა ვაპირებ ჩემ მშობლიურ მეოთხე საჯარო სკოლაში მისვლას და იქაც მიულოცო ზოგადად კი მთელი მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლეს, ყველა პედაგოგს, განათლების სფეროს ყველა მუშაკს ულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და მიხარია რომ ჩვენ შევძელით რომ ორი საჯარო სკოლა ეს გახლავთ ქალაქის მეორე და მეოთხე საჯარო სკოლები ისეთ ფორმაში მიგვეცა მოსავლე ახალგაზრდობისა და პედაგოგებისათვის, სადაც ყველაზე ზარმაც მოსავლესაც კი მოუნდება სწავლა და სურვილი მაქვს იმისა, რომ უახლოეს მომავალში ეს 1 და 2 დღის საქმე რა თქმა უნდა არ არის, ვისურვო რომ ქალაქის და ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა მივიდეს იმ კონდიციამდე, რომ აი დაახლოებით ესეთი ფორმატი ჰქონდეს. ვულოცავ ყველა ახალგაზრდას, განსაკუთრებით პირველ კლასელებს, რომელიც წელს პირველად შეაღებენ, განსაკუთრებით ასევე მე-12 კლასელებს, რომელიც დიდი ცხოვრების გზაზე გასავლელად ემზადებიან და წარმატებები თვითოეულ მოსწავლეს. აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლების მოსწავლეებს სახელმძღვანელოები უფასო სარგებლობაში აქვთ. პირველ კლასელებს კი წიგნებთან ერთად კომპიუტერებიც გადაეცათ. სასწავლო სააღმზრდელო პროცესი განახლდა ზესტაფონის 40 საბავშვო ბაღშიც.